დილამშვიდობისა ყველას მოგესალმებით მეგობრებო. დღეს არის 3 ნოემბერი და ჩვენ ვიმყოფებით ბორჯომის რაიონში, კერძოდ დღეს გვინდა მოვინახულოთ გუჯარეთის ხეობა, რომელიც შედგებოდა 9 სოფლისაგან. მე-18 საუკუნიდან 1992 წლამდე ცხოვრობდნენ ძირითადად ოსები, რომელიც 90-იანი წლების დასაწყისში ქართულ-ოსური კონფლიქტის დროს მოსახლეობას გუჯარეთის ხეობისა, ისევე როგორც საქართველოს რეგიონებში არსებული სოფლები, ოსები დასახლებული, ფაქტიურად დაიცალა ოსებისგან და საერთო რაოდენობა ამ ხალხისა შეადგინა დაახლოებით 60,000 ადამიანი. სხვათა შორის ჩემ YouTube გვერდზე მე მანამდე მაქვს 2 ნაწილად გადაღებული ვიდეო, ზემო და ქვემო აჰკალაფა და წყნარი აბანო, რომელიც გაშენებული იყო ულამაზეს ადგილას. ეს 3 სოფელიც იყო ოსური სოფლები და მათაც მოუწიათ 90-იანი წლების არეულობა, როდესაც იყო მიატოვეს თავიანთი ოჯახები და სახლები. პირადად ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ოსი იქნება, აფხაზი იქნება, ქართველი იქნება თუ რა ეროვნების ადამიანი იქნება, ადამიანი რომელიც დაიბადება, გაიზრდება, მეგობრებს შეიძენს, დაუჯახდება და მე იმ ადგილების და სოფლების მიტოვება უწევს, ეს ჩემთვის ეს ზოგადად ყველასთვის ძალიან მძიმე თემაა. ამიტომ მოდით ახლა ერთად დავათვალიეროთ გუჯარეთის ხეობა, ვნახოთ ერთი რა ხდება. და ახლა ვიმყოფებით ტიმოთეს უბანში და კლდეზე ვნახეთ ასეთი გამოქვაბულებია ამოშენებული. აქ როგორ უნდა ავიდეს ადამიანი? საიდან უნდა შეხვიდე მან და ზევიდან იქნება ჩასასვლელი უეჭველი. წაღვერიდან წამოვედით ტიმოთეს უბანი გამოვიარეთ და მივუყვებით გუჯარულას ხეობას და გვინდა რომ მივიდეთ გუჯარეთის, პრინციპში ამას უკვე გუჯარეთის ხეობა ქვია. ტიმოთეს უბნიდან, ესე იგი გუჯარეთამდე არის 15 კილომეტრი, ხო? და არის სულ ასეთი გზა არის, უნდა იარო ნელა. ახლობით 1 საათი უნდა რა. მეტი თუ არა. ეხლა მოვედით სამების ეკლესიაში. გზად გუჯარეთის სოფლამდე ასეთი პატარა ეკლესია. ტიმოთეს უბნიდან სოფელ გუჯარეთამდე დაახლოებით 15 კილომეტრია და ძალიან გაფუჭებული გზა არის, ძალიან ნელა მივდივართ, დაახლოებით ამ ეკლესიამდე მოვანდომეთ 9 საათი. სახტელის წმინდა სამების ეკლესია.
ეხლა სანთელს დავანთებ და გავაგრძელებთ მე ჩვენ გზას. ტიმოთეს უბნიდან დაახლოებით 7-8 კილომეტრში არის სოფელი მაჭარწყალი, გზა არის ძალიან ცუდი, მოვიდით დაახლოებით 1 საათი და დავათვალიეროთ რა ხდება ამ სოფელში. ბუნება არის არაჩვეულებრივი, ადგილი საცხოვრებლად არის ძალიან კარგი, სუფთა ჰაერი. გზა არ არის, გზა არის ძალიან ცუდი. აქ ჩვეულებრივი მანქანით, ჩვეულებრივი ჯიპითაც ვერ ამოხვალ, ან სამხიდიანი მანქანით უნდა ამოხვიდე, ან მომზადებული ჯიპით. ეთყობა რომ ვიღაცა ცხოვრობს, იმიტომ რომ ძროხები დადიან. ეგერ ზევით მთაზეც არის სახლი. ეხლა ვიმყოფებით სოფელ მაჭარწყალში. ადგილობრივი მოსახლე. ცხოვრობს ხალხი აქ-იქ, ზოგიერთი სახლები არის მიტოვებული. ალამაზი ბუნება. არაჩვეულებრივი ბუნება. ერთი მივიდეთ ადგილობრივ მოსახლეს გავესაუბროთ. გამარჯობათ. ისე ოსები თუ დარჩნენ ამ სოფლებში? არა, ოსები ვაფშე არავინ არ არიან. არც ძველები, არც ახლა არავინ. ძველი ერთი დედაჩემია და ვართ აქა ჩვენ. აქაურია და ვართ. ეს 90-იან წლებში რო იყო არეულობა და დარეულობა, ხალხი რო აქედან გადასახლდა, იმ დროინდელი არის დედათქვენი დარჩენილი ამ სოფელში თუ მე? არა, 90-იანიდან. გათხოვდა წაღვერში. ამაჩები წაღვრელი იყო, გელაშვილი იყო. ეს კაცი პირადად 90 წლიდან აქ არის. მაშინ თქვენ აქ ცხოვრობდით, არეულობა რო იყო, რო გარეკეს ოსები ამ სოფლებიდან? მანამდე ცხოვრობდი, მამაჩემი იყო აქ სადღეოს უფროსი და მანამდე აქ ვიყავით და ეხლაც აქ ვარ და რა ვიცი, აქ. იქით ქვედა სოფლებში თუ არიან დარჩენილები, აი თქვენსავით? საით? ქვევითაც ხო არის სოფლები? არის, მაგრამ ოსები არ არის, ადგილობრივი ოსები აქაური არავინ არ არის. ძველები თუ არიან დარჩენილები? არავინ, ხო? სულ არიან ჩვენი ხალხი, წაღვრელები ისე. გასაგები. აი კიდევ მიტოვებული სახლები, ზევითაც. გამოვიარეთ ჩვენ ახლა სოფელი მაჭარწყალი და წინ გამოჩნდა მეორე სოფელი, რომელსაც ქვია წინუბანი. გზა ისია, კაპუჭებული ვერ გაიგებს, საიდან უნდა წახვიდე, როგორ უნდა წახვიდე. ძალიან ცუდი გზებია ამ სოფლებში, იმიტომ რომ სოფელში ძირითადად არავინ არ ცხოვრობს ამ სოფლებში. ახლა მაჭარწყალში შეგვხვდა ერთი ადგილობრივი მოსახლე, ეგ ერთადერთი ადამიანი არის, რომელიც მაგ სოფელში ცხოვრობს, დედა ყავდა ოსი და თვითონაც დარჩენილია დედა სულის და ძროხები ყავს და ცხოვრობს. შემოვედით ახლა გვერდის უბანში.
ეხლა ვარ გვერდის უბანში და ეს არის კიდე მიტოვებული სახლის ნანგრევები. აქედან არის გზა? ავიდეთ მერე აბა. მერე ჯობია რა ბრო. ეხლა მეგობრებო ჩვენ ჩამოვარეთ სოფელ გვერდის უბანს და სასაფლაო შეხვდა გზაზე. მაინტერესებს სანაკოები. აქაც სანაკოები. ზურაბი პავლეს და ცხოვრებოვი. პატარა ბავშვი. ეხლა ჩვენ ნელ-ნელა მივუყვებით გზას. ტიმოთეს უბნიდან წაღვერდიდან გადმოვხვიეთ ტიმოთეს უბანში და გუჯარეთის ხეობაში მივუყვებით ამ სოფლებს. ეს არის მარინე გურამის ასული ელბაქიძე. როგორ პატარა ბავშვი იყო. გვინდა მივიდეთ ბოლო სოფლამდე, გავიაროთ სოფელი გუჯარეთი. მივიდეთ ბოლო სოფლამდე ამ ხეობაში და მერე მოკლე გზით ალბათ გადავალთ ძამას ხეობაში. ცარიტოვი. აი აქაც ოდესღაც სახლი იყო. დარჩენილია ნანგრევები. შემოღობილი, ძველი შემოღობილი იყო ადგილი. შიგნით ხეებია ამოსული. აი გზევითაც არის საკმაოდ დიდი სახლია და აი კიდე არის სახლის ნანგრევები. აი ქვევითაც ეხლა ვართ სოფელ გვერდის უბანში. რამდენი მიტოვებული სახლია. ძალიან ბევრი. მაგერ იქითაც სუ სახლებია და სუ დანგრეული სახლები. იქითაც რამხელა სახლებია. აი სახლები. ცოტა ახლოს მინდა რომ მივიდე. ამ გაყოლებაზე სუსახლები, აი ზევიდან იწყება. ზევითაც არის სახლები.
ამხელა სახლი იყო. სამარგულია. ძველი შემოღობილია დარჩენილი ღობე. ეს არის სოფელი ოდეთი. დევნიც ვერია და ოქრიდიც. ეხლა მივდივართ ჩვენ წმინდა გიორგის ეკლესიის ნარჩენებია. წმინდა გიორგის ეკლესია ქვია ოდეთის ნაეკლესიარი. ოდეთის ნაეკლესიარი გვინდა ვნახოთ ამ სოფელ ოდეთს რო გაცდები მე. შემდეგი პისახლა სახურავი კაია. თივით არის გავსებული. სულ თივით არის ეს სახლი გავსებული. საით უნდა წავიდე? აღერამდე თივებია. აი ამ სახლში აშკარად ცხოვრობს ვიღაცა და საქონელი ყავს, ეგერ მანქანა ყავს, სამხიტიანი. ცხოვრობია. ერმათაა გადაკეთებული. დიდ რამდენი თივებია. ვარ ზამთარში მაგარი. აი ერთი უზარმაზარი ამხელა სახლი იყო და აშკარად სახლი იყო ეს და ეხლა უკვე დაშლილი. აი ესეც სახლი იყო. ახლა მხარეს უნდა ავიდეთ. აგეზევით ეკლესია გამოჩნდა. აკა ხო არის? აკა? როგორ ეს გზა მიდის? სად მიდის ეს გზა? აკა ავალ როგორ ვერ ავალ, მაგრამ ეს ქვია ვერ ავალ, მაგრამ სად უნდა წავიდე მე? ხო და არ არის გზა მეთქი გეუბნები. აკა ბესო. აგერანა ეკლესია. აგერა. და ჩადის ქვევით ისე. ხო და ჩადის. აი ეს არის სოფელი ოდეთი, რაც ჩანს. იქით ხარესაც არის სოფელი და სოფელ ოდეთში ზევით მთაზე არის ასეთი ეკლესიის ნანგრევები დარჩენილი. და ეკლესიასთან ისევე როგორც ქვედა ეკლესია რო ვნახეთ, არის ახაც არის სასაფლაოები. მაინტერესებს ეხა გვარები. ეს მოვლილი არის, ეთყობა. აი ხუბაევი, ტარიელი. ესეც ხუბაევი. ჯიოევა, სანაკოევა. 1991 წელს გარდაიცვალა ქალბატონი. ხეობა არის ულამაზესი. არაჩვეულებრივი ხეობა. ეს პატარა ეკლესიის ნანგრევები, რაც არის დარჩენილი ეკლესიისგან. აი აქეთ ახლა პირდაპირ უყურებ ბაკურიანის კოხტაგორას ანტენას.
საბაგიროს სათავეში. მე აქეთ მთები გრძელდება და ამ გორის გადაღმა არის დაბაწყურის ტბა. აი ჩაღრმავებული გორა რა იქ არის. აი უნაგირივით როა. და ცოტა უფრო იქეთ თუ გაცდები კიდე იმას იქეთ წალკა არის. აი იქ არის გუჯარეთი ახლა სადაც. ამ გორის იქეთ არის გუჯარეთი, აგერ ახლოს გორა რო არის, ამის იქეთ გუჯარეთი. ხო, ძალიან მაგარი ლამაზი ადგილებია. ეს არის ყოფილი სოფელი ოდეთი, ყოფილი არა, ეხლაც ოდეთი ქვია. და ოდეთის სახლები. ამ სოფლებში ძალიან ბევრი ხალხი ცხოვრობდა, მაგრამ რაც დაცარიელ და იმის მერე დაიშალა ეს სახლები. ოდეთის თიშობლის ეკლესიის ნანგრევებია. და კარგი ვაშლია. ვედით სოფელ გუჯარეთამდე და მარცხენა მხარეს გზის პირზე ასეთი პატარა ეკლესიის ნანგრევებია და სავარაუდოდ აქ სასაფლაოები იყო, რომელიც აი საერთოდ ჩაფლულია ბალახებში, არაფერი არ აჩანს. ეს ვინ არის? ხრისტა იანოვიჩ ქაჯაევი. აი კიდე ქვებია, სულ ბალახში დამალული. აქ პატარა სასაფლაო იყო. არჩა ნანგრევები ეკლესიის. აი თაღი არის შემორჩენილი. აი ეს თაღიც. შევედით ახლა ჩვენ სოფელ გუჯარეთში. გზაზე შეხვდა ადგილობრივი არა, პრინციპში წაღვერში მცხოვრობო და გუჯარეთში ამოდიან. სანამ თოვლი წამოვა და აცივდება, მანამდე არიან გუჯარეთში, მესაქონლეობას ეწევიან, ძროხები ყავთ, ღორები, ეგერ გზაზე პატარა გოჭუნები დარბიან. ოსები საერთოდ აღარ არიანო აქეთ დარჩენილები. Ута. Косерце можно. Ута. ხო, აი გუჯარეთის ღვთისმშობელი მაინტერესებს. აი აქაც არის. ძველი სახლი. აქ ცხოვრობს ვიღაცა აშკარად ქათმები ყავს და გულიც ამოდის ფეჩი უკას გოჭებიც ყავს. დანგრეული შენობა.
ეხლა საით უნდა წავიდეთ. ეხლა ვიმყოფებით სოფელ გუჯარეთში. ეს არის პატარა ეკლესიის დარჩენები, რაც არის დარჩენილი და ყველა სოფელს თავისი სასაფლაო ჰქონდა, აქაც არის პატარა სასაფლაო. სოფელი გუჯარეთის შემდეგ არის კიდე ერთი სოფელი, წითელი სოფელი. გუჯარეთის ხეობის ბოლო სოფელი არის და მერე უკვე იწყება ეს თოვლიანი მთები, უნდა გადავიაროთ და გადავალთ წალკაში. ერთი გზა წალკაში გადადის, ერთი გადადის ატენის ხეობაში და მეორე გზა ძამას ხეობაში. ჯერჯერობით არ ვიცით რა გზით დავბრუნდებით. და გუჯარეთის მერე არის ბოლო სოფელი, მივართ ახლა იქაც. წითელი სოფელი. ეს არის პატარა მდინარე გუჯარეთის წყალი. სათავეს აქედან ისეთ წყაროსავით ხავს. ეს არის ბოლო სახლი. სახლი არის. აშკარად არავინ არ ცხოვრობს, ხო? ცხოვრობს, მაგრამ არ დროშაობილია და გვარია. ამ სიცივეში ბოლი არ ამოდის და შეიძლება სამხულობით ამოდიან ხოლმე. ეხლა ვარ სოფელ გუჯარეთში და აი ეს ერთ-ერთი ნანგრევია სახლის და წინ რაღაც ის არის, ძალიან სასწაულად გულავს ვიღაცამ ცეცხლი დაანთო და დამწვარი ბალახის სუნი. ხო, მაგრამ ეხლა აქ რო ანთებ ცეცხლს და რა არის რა ხედა დღეში. არ დავიგუგო. იქიდან უბერავს, მედი. იქიდან უბერავს ის ანიავი და აქეთ მოაქვს, იმიტომ. გუჯარეთის ხეობაში საკმაოდ აცივდა, დაახლოებით 4-5 გრადუსია. მეგობრებო, ვინც უყურებთ ჩემ ვიდეოებს, მოგწონთ გთხოვთ გამოიწეროთ ჩემი არხი, დაალაიქოთ, მომწეროთ კომენტარი, იმიტომ რომ ეს არის დამატებითი ჩემთვის სტიმულია, შემძენს უფრო მეტ შემართებას, რომ უფრო კარგი და საინტერესო და ხარისხიანი ვიდეოები გადავიღო და გაჩვენოთ, ამიტომ გამოიწერეთ, დაალაიქეთ და ნებისმიერ თემაზე მომწერეთ კომენტარი. სხვათა შორის გუჯარეთის ხეობაში მე ნამყოფი არ ვიყავი დღემდე და ერთ-ერთმა ჩემმა მომწერა გუჯარეთის ხეობასთან დაკავშირებული ინფორმაცია. ეს ქალბატონი იყო გუჯარეთის სოფელი გუჯარეთის მაცხოვრებელი, რომელსაც მოუწია ასევე 90-იან წლებში აქედან გადასახლება ჩრდილოეთ ოსეთში სავარაუდოდ და
ამიტომ გადავწყვიტეთ ჩემი გამომწერის და მაყურებლის ნებისმიერი სურვილი შეძლების დაგვარად ვეცდები რომ დავაკმაყოფილო. ამიტომ მომწერეთ რომელ ადგილებში გინდათ რომ წავიდეთ, საინტერესო ადგილები, სადაც არა ვარ ნამყოფი და გინდათ რომ წავიდეთ, გადავიღო და გაჩვენოთ. დიდი მადლობა ყველას წინასწარ, კარგად ბრძანდებოდეთ. მალე შევხვდებით. მომავალ შეხვედრამდე.